რაღაცის თქვა მინდა ძალიან უცბად. იცოდეთ, სიცურვეს, სიბოროტეს უყვარს სიჩუმე და სიმართლეს, სიცხადე. ახლა სიმართლის დრო არის. ახლა ვერავინ ვეღარაფერს ვერ დამალავს, ვეღარ შევრიცხავთ სიგიჟეთი მართლის მთქმელ ადამიანს, გესმეით? ანუ არ გამოგვივა სიგი იტყვი რომ გიჟი არისო, ისეთი რაღაც დაგემართება, ღმერთო ჩემო, დაგენგრევა ყველაფერი, იმიტომ რომ ახლა ყველაფერი უფრო სწრაფად ბრუნავს, გესმით? ცუდიცა და კარგიც. გაექცევი? ვერ დაემალები. რასაც გაეურბიხარ, ის უფრო სწრაფად მოდის შენთან. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. უფრო იზიდავ. და ისვე დაგანგრევს, საკუთარვე თავი დაგანგრევს, გაქცევით, მაგრამ როდესაც გაუსწორებ თვალს, ის შიში დაპატარავდება. შიშ თვალის გასწორება უნდა, ის პატარავდება და შემდეგ ქრება. და ნახეთ, ძალიან მიყვარს მაიკლ ჯექსონის სიტყვები, რომ შეისწავლე, ამბობდა, შეისწავლე დიდებული ადამიანები და გახდი მათზე უფრო დიდებულიო. შეისწავლე, ანუ მათი ცუდიცა და კარგიც. რა შეცდომები დაუშვეს, რომ შენ იგივე შეცდომა აღარ დაუშვა, რომ შენ გამოასწორო შენ თავში. რატო მაქვს გადმოლაგებული ასე ჩემი ცხოვრება? რატო გიზიარებთ დედაჩემის დემენციას? იმიტომ რომ ეს ვიდეოები რომ მე მქონოდა, ღმერთო ჩემო, გამიადვილდებოდა ყოფა, რომ წერთ მადლიერებას, მადლობა რომ გვიზიარებ, მადლობა ვინც სწავლისთვის არის მოწათინებული და ვინც ხვდება რისთვის ვაზიარებ და იმისთვის კი არ არის რომ ასე ტკივილი გაავრცელოს, არამედ ტკივილი რომ სიყვარულად გართაქმნას, ის ადამიანი მადლიერებაში არის, რომ ვაზიარებ ვიდეოებს და ვინცსაც კრიტიკა უნდა, ვინც არის ჯერ გული აქვს, ვისაც გული ჩაკეტილი აქვს, ის რა თქმა უნდა მლანცხავს და მაკრიტიკებს ამ სიმართლის თქმისთვის. მე რა ალე ყველაფერი შეიძლება. სხვა გზა არ არის. ახლა არავის სამყარო არავის აღარაფერს აგაუტარებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. და ნახეთ, ამიტომ მაგალითად ადრე ბულინგი ჩემი ოჯახის წევრებიდან ხდებოდა, იმიტომ რომ მე ყოველთვის ასე გავიძახდი სიმართლეს. ტყუილა ხო არ მისწავლი ამდენი, ტყუილა ხო არ ვარ დამკვირვებელი. ეს არის ჩემი მისია, ჩემო კარგო, დავაკვირდე ყველას და ყველაფერს, პირველ რიგში საკუთარ დაკვირვება ჩემი თავიდან დავიწყე. შემდეგ გადავედი სხვებზე. პირველ რიგში ჩემ თავს, ჩემ დედაჩემს, მამაჩემს ვაკვირდებოდი, ჩემს ოჯახის წევრებს. შემდეგ გადავედი სხვებზე. ოღონდ არა იმისთვის რომ გავაკრიტიკო, არა იმისთვის რომ რაღაცა ქვავეს, რომ არა ღმერთო ჩემო, მე ვამბობ რომ დღეს დაუშვი შეცდომა, მე რა რამდენი შეცდომა მაქვს დავშვებული. თავარია ვაღიარო და გამოვასწოროთ სხვებისთვის. მე ვაკვირდი სულის გადმოსახედიდან. ეს ეგო არის, რომ გასაკრიტიკებლად რო აკვირდები, მაგრამ როდესაც სწავლობ და გასაზიარებლად რომ ნახე, შენ იგივე შეცდომა არ დაუშვა, რომ შენ არ მოგხვდეს ცხვირში. როგორც მე ხალხო ასე ვიადვილებ ამ ცხოვრებას, თორე დღეს ადვიქნებოდი. ამისთვის გიზიარებ თქვენც. გესმით? გამგონი გაიგებს, თუ არა ხარ მზად, არ მისმინო. ამას გთხოვ მე. როდესაც მომწიფდები და მიხვდები, მაშინ მოისმინე ჩემი ვიდეოები, მაშინ დაგეხმარება. ახლა უფრო გაღიზიანდები. ამიტომ ნახეთ, დეიდაჩემა მოგეხსენებათ. დეიდაჩემა მოკლედ რა წილიც ვაჩუ. ოღონდ ახლა, იმიტომ არ უყვები ამ ყველაფერს, რომ მაგალითებით მომყავთ. აბა ადამიანები, ნახეთ, ადამიანებს უნდა ანახო, რომ დაიჯეროს. ეს არის ცხოველ საწყისში მყოფი ადამიანი, ხო? უნდა ანახო, რომ დაიჯეროს, მაგრამ სულებაში რო ხარ, ჯერ იჯერებ და მერე ხედავ. დაუკვირდით ახლა რას გეუბნებით, გესმით? ჯერ წმენაში ხარ და მერე მატერიალიზდება ის, რისიც გწამს, მაგრამ არასულიერებაში მყოფი ადამიანებისთვის როგორ არის აუცილებელი? ჯერ უნდა დაინახოს, რომ ირწმუნს. ამიტომ მომყავს თქვენთვის მაგალითები. სულიერებაში მყოფი და მაღალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანებისთვის აღარც არის მათთვის აუცილებელი მაგალითები. რო ეტყვი, ეგრევე დაღეჭვაც არ უნდა. არც კი დაამთავრ წინადადებას უკვე ხვდება, რას გულისხმობ, მაგრამ
ვინც ჯერ ამაში არ არის თქვენთვის ვამბობ ამ ყველაფერს, იმიტომ მომყავს მაგალითები, რომ სწორად გადმოგცეთ, არა გასაკრიტიკებლად, არამედ სასწაულად, გასაზიარებლად, იმიტომ რომ როგორც მე ამოვედი და ვცდილობ ამოსვლას იმ ჭაობიდან, იმ აგრესიიდან, იმ ტკივილიდან, ყველა ხوار ამოვსულარ. მინდა რომ თქვენც გაგიადვილოთ ცხოვრება. მე რა თქვენ გაიადვილებთ. აქ რო შეიცვლებით და ამას რო გახსნით, ისედაც გაგიადვილდება ცხოვრება. ბულინგი ჩემი ოჯახიდან იყო სულ სიმართლის გამო. თუმცა მე ხვდებოდნენ ხოლმე. და აი მაგალითად დეიდაჩემსაც რო ვყვებოდი, ხო, დეიდაჩემა რამ უცბად ვიტყვი რა, არც ერთი წამით არ ვფიქროთ, რომ მე რამეზე ნაწყენი ვარ. მე როგორც მაგალითი ისე მომყავს, გესმით? ნახეთ, ანუ რაღაც მაჩუქა, მე სახლი გავყიდე, მე თავიდან არ ვაპირებდი სახლის გავყიდე, მე თქვი ვალებს აგიწყებ და ისე მივხედავ მეთქი დედაჩემს, მაგრამ რადგან დეიდაჩემა მოითხოვა წილი, მოკლედ წლების განმავლობაში რაღაცა, მე ეს წილი მაჩუქა, მაგრამ რომ მივხვდა რომ დედაჩემ მომყავდა, მოუნდა, იმიტომ რომ ეგო ადამიანს მაინც გვინდა რაც უფრო რაც არ უნდა ბევრი კონდეს, ხო? მას ღმერთმა ისედაც მისცა ძალიან ბევრი და მე მეკითხებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, რომ აი ახლა სიმართლე გააკეთაო, რომ მე აღარაფერი აღარ მქონდა, ხო, აღარაფერი და ეს წილი რო აიღო, მე ვამბობდი, რომ რა თქმა უნდა, არ იყო მეთქი სწორი და რატო არ სიმართლე, რატო არ თქვით მეთქი რა, გესმით? აი ყოველთვის ეს ვიყავ, რომ სიმართლეს რატო არ ამბობთ ადამიანებს, იმიტომ რომ ეშინია ადამიანებს სიმართლეს და ასე შეგვიძლია და რა იცხოვრება გვანახებს რა სად არის სიმართლე და ეს აიღო თუ არა მალევე გარდაიცვალა დეიდაჩემი. გესმით? ანუ ნახეთ, ამიტომ გიზიარებთ, რომ თუ ღმერთო ჩემო, ყველაფერში მართლები ვართ. სულს ვაკეთებთ. კი ბატონო გააკეთე, ანუ თავისუფალნი ვართ უბრალოდ რა. კარგს აკეთებ. თუმცა ყველა ქმედებას აქვს მისი ვიბრაცია. ნახეთ, არ ეკუთვნოდა ეს ფული? აღარ ეკუთვნოდა უბრალოდ, ხო? აიღო всё, წავიდა ამ ქვეყნიდან. გესმით? ანუ გაიყოლა. აი $1 კი არ დაუხარჯი ადამიანებო, გესმით? იმ სახლი რო გავყიდა, იცით როგორ იყო მოკლედ სამი დები იყვნენ რაღაცა და დეიდაჩემს უნდა ბინა იყო და ბაბუაჩემი იყო სკოლის დირექტორი, მოკლედ დედაჩემს ბოლოს ისე უნდა გადაიხადა დეიდაჩემისთვის, ყველას დაურიგა ფული და უნდა გადაიხადა დეიდაჩემისთვის, ისე მოხდა რომ დედაჩემი მეცნიერი იყო რაღაც მაგ დროს დააკარგა ფული, ვეღარ გადაუხადა და თელი ცხოვრება უნდა და თუმცა მე მაჩუქა დეიდაჩემა და მე ისე მომთხოვა რა, ეს წილი რო გაიგო რომ დედაჩემი კანადაში ჩამომყავდა და გავყიდე სახლი და ნაწილი თანხა ყველაფერი დედაჩემს მოახმარე, იმიტომ რომ ადვოკატი როგორც იცით, აი ყველაფერს აკეთებდა ეს უფროსო ადვოკატი, რომ დედაჩემ დეპორტზე გაეშვათ, არც დახმარება იყო, არც არაფერი, ამიტომ აი საერთოდ ყველაფერი დედაჩემს ტომოგრაფია არც ექიმთან უფასო არ ქონია დედაჩემს, აი ყველაფერი სანამ ჩემით გავაკეთებდი, ხო? აი თქვენ არიცით რა გამოვიარეთ რა. და ამიტომ და მე რა თქმა უნდა რომ მივეცი, მალევე გარდაიცვალა დედაჩემი. გესმით? ანუ და ეს გავაზიარე. გესმით? და ამის გამო ძალიან დიდი ბულინგი იყო, რომ რატო აზიარებ ახლა მე როგორც ადამიანზე კი არა, როგორც მაგალითისთვის, რომ მივხვდეთ რა, აი ამ ქმედებას თუ გააკეთებ შენ, ხვალ ეს დაგემართება. აი ამას თუ გააკეთებ, ამისთვის ვართ ადამიანები. აი როგორც მაგალითად ადრე როგორ იყო, იცით? ადრე ყველაფერი ჩუმად, აი ესე დაინახავდი ცუც, ასე უნდა გაგეკეთებინა. ბავშვი მოუკლეს ეს ვეძებში ნახე, გადაცემაში ნახე, რომ ბავშვი მოუკლეს პოდკასტში, ბავშვი მოუკლეს და დამივარდა უკაცრავად და ხმა არ მოუხია. მშობელს, იმიტომ რომ ადრე ასე იყო, მოხდა, არაფერი არ თქვა, არაფერი. იმიტომ რომ ეშინო და შეშინებულები იყვნენ ადამიანები. ამიტომ გამოვიდეთ ცხოველური საწყისები და ამიტომ გავაზიაროთ ყველაფერი ხალხო, ახლა ამის დრო არის, გესმით? ახლა არის ნდობის დრო, ღმერთს მიენდეთ და იცოდეთ სიმართლეს უყვარს სიცხადეს. ახლა ვეღარაფერს ვეღარ დავმალავთ. ამიტომ ისწავლეთ სხვების შეცდომებისგან, გამოასწორეთ თქვენ თავში და ამაღლდით, განათლდით. ისწავლეთ ცუდისგანაც და კარგისგანაც. გესმით? და გახდით საუკეთესონი. ახლა სიკეთის დრო, უპირობო სიყვარულის გაზიარების დროა. აბა დროებით.